არის ეს ადგილი საყვარელი და საინტერესო, როგორია აქ თქვენი რუტინა, რას აკეთებთ ხოლმე და რამდენად მნიშვნელოვანია ეს სივრცე თქვენთვის? ჩაღვარდეს rozhodnou გვერდით. აი, ოდნავ იქით რო გადმოგიტანოთ. მოგესალმებით, მე ვარ ლია მაისურაძე. ანუ ამ პროექტის შესახებ გავიგე ძალიან გამიხარდა. ძალიან კარგი წამოწყება არის ნამდვილად. აქაურ ტაძრის მრევლი ვარ, ასე ვთქვათ, დიდი ხანია უკვე და შესაბამისად, როგორც კი გავიგეთ პროექტი, ეგრევე ჩავთ საჭირო, რომ ძალიან მესწავლა ახალი პროფესია შემეძინა, ასე ვთქვათ რა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კერავია და დიდი ხანია კერავს, კარგად იცის ძალიან თავის საქმე. მე სამწუხაროდ ვერ შევისწავლე და ახლა ძალიან გამიჩნდა სურვილი და ამან ნამდვილად ძალიან კარგი არის, აუცილებელიც კი არის, მე თუ მკითხავ კერვის ცოდნა და აი ყოველს ურჩევდი ნამდვილად რომ შეუერთდნენ და ისწავლონ. ასე ვთქვათ, ჩვენ თვეში 6 თვიანი კურსია შესაბამისად და ამ 6 თვიან კურსში მაქსიმალურ ისწავლით, მაქსიმალურ ცოდნას გაიტანთ, რასაც ქვია. კვირაში 2 ჯერ დავდივართ, ესეთ დროის ფაქტორში ძალიან მაწყობს კიდევაც, ასე ვთქვათ, საღამოს საათებში ძირითადად რაც უფრო მაწყობს. და რაც უფრო მგონი კარგია შესაბამისად. ხო და არის მშვენიერი მასწავლებლები, ასე ვთქვათ, მშვენიერი კურსი, მშვენიერი გარემო, სადაც ძალიან კარგად ვითვისებთ ყველაფერს, ძალიან მეგობრული ურთიერთობა არის. და შესაბამისად ძალიან კარგი ცოდნაც არის და უკვე ბევრი რაღაცები შევისწავლე, ერთ-ერთივე დავდივარ და საკმაოდ ბევრი ვიცი, უკვე რაღაცებში ძალიან მეხმარება კიდევაც სახში. ბავშვებისთვისაც ძალიან საჭირო არის, ახლა ყველა საჭიროება ნამდვილად. ესეთი ის რა ქვია, კერვა და ცოდნა ამისი. კარგვაც მინდა შევისწავლო, ასე ვთქვათ, ძალიან მონდომებული ვარ. ასე ვთქვათ, შესაბამისად ვფიქრობ, რომ გავაგრძელო კიდევ. და ტაძართან არსებული ესეთი სახელოსნო, ესეთი სამკერვალო არის ძალიან კაი წამოწყება, ძალიან კარგი პროექტია და მივესალმები, რომ სულ იყოს ესეთი პროექტები და ძალიან ხშირად და ყველგან ფაქტიურად ძალიან კარგი იქნებოდა. კი ბატონო. აი, ცოტა შეფასებითი კონტექსტით რომ მივიცეთ ამ ყველაფერს, აი, რატომ არის ეს წამოწყება ესეთი მნიშვნელოვანი? გარდა იმისა, რომ კერვას სწავლობთ, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა, პროფესია ასევე ეს რა ტიპის ხელშეწყობა მებრძოლთა ოჯახებისთვის. კი, რა თქმა უნდა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ მხრივ, რომ ახალი პროფესიის შეძენა ყოველთვის საჭირო არის და როდესაც რაღაც ახალს ითვისებ ადამიანი, შესაბამისად, რაღაცა გეხსნება უფრო მეტი ხო, რა თქმა უნდა, უფრო საჭიროა იმ მხრივ, რომ უფრო მეტი პერსპექტივა გეხსნება, რა თქმა უნდა, უფრო მეტი შესწავლის უნარი, როცა გაგდა, როცა ისწავლობ უფრო მეტ რაღაცას, უფრო მეტი შეგიძლია კიდევაც, კიდე მოიხმარო შენს ყოფიერებაში, მერე თან კიდე თვითონ რამე აი შენი საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებადაც იქნება და ხა რაღაცა წაიმუშაო, ანუ რაღაცნაირად იქ დაეხმარო სხვებსაც ამით, ამ შესწავლით, კიდეც დაეხმარო ამ კერვით სიტყვაზე, რა ვიცი, ელემენტარული. ვფიქრობ, დამატების შემოსავალიც იქნება შესაბამისად, ხო? სახელიდანაც რომ თუ ახლა ვერ მოეწყო, სახელიდან ელემენტარული დამატების შემოსავლისთვის, ამ მგონი ძალიან კარგი წამოწყება არის, ძალიან კარგი და ძალიან საჭირო, მე თუ მკითხავ. კი ბატონო. არაფერს.